ნათია ბერძული საუბრობდა ბათუმიდან პირდაპირ ეთერში, მას ასე გალაკონცერტი ზუსტად 22 საათზე დაიწყება და მას ტელეკომპანია იმედი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ცნობილი იტალიელი რესტავრატორი ჯანლუიჯი კოლალუჩი საქართველოშია. დღეს მან საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ლექცია წაეკითხა. ჯანლუიჯი კოლალუჩი წლების მანძილზე მიქელანჯელო სიქსტეს კაპელის რესტავრაციაზე მუშაობდა. 2003 წელს 50-წლიანი პროფესიული მოღვაწეობისა და კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რესტავრაციისა და კონსერვაციის საერთაშორისო ჯილდო მიიღო. კოლალუჩი იყო პრადოს მუზეუმის მრჩეველი. მუშაობდა ისეთი მხატვრების ნამუშევრებზე, როგორებიც არიან რაფაელი, ჯოტო, ლეონარდო ტიციანი და სხვები. იტალიელი რესტავრატორის ლექციას ეროვნულ მუზეუმში კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუაც დაესწრო. დღეს არის საქართველოში ჩვენი მოწვევით და ატარებს ორ ლექციას, ორ ვორქშოპს ჩვენი რესტავრატორებისთვის. შემდეგ ის 4 დღის განმავლობაში სანამ საქართველოშია მოივლის ჩვენ ეკლესია მონასტრებს ნახავს რა ჭირდება ჩვენს ფრესკებს იმისათვის რომ ისინი იყვნენ საბოლოო დაცულები. შეარჩევს რამდენიმე ქართულ ახალგაზრდას, ვისაც საუკეთესო ადგილას უახლეს ტექნოლოგიებით გაწვრთნის.